ჩემო ძირფასებო ახლა მინდა სტუდიაში მოვიწვიო მიხო და მაროს მსახიობები მაშასე რატი წვილდიანი ვასკა გრიგალაშვილი სოფო პაპუაშვილი და მედია ახალაძე Bravo და მიხარია თქვენი დანახვა მე მესმის რომ ამით არ შემოიფარგლება ჩვენი სერიალის მსახიობები თუმცა ისვენებს მარო ისვენებს სიდედრი ზოგს რეპეტიცია აქვს ზოგს სპექტაკლი და ასე შემდეგ და თქვენ როგორც მოცლილები რა შევით ბიჭებო და გოგოებო ეს სხვათა შორის პირველ იმაში მედია როცა წინა სეზონის გადაცემა გქონდეს კონდა იძახდნენ ვაიმე ეს ვინ არისო ვერ ვიცანდა და ეს არის ნანულა ხალხო ესეთი ლამაზი მართლა ჩვენც ვერ ვცნობთ ხოლმე ხანდახან მართლა უყო ვასკას ყოველჯერზე ეგემართება საგიმეროში ჯინსი მაცვია უშენ ხარ ტანსაცვილითაც ვერა კი ნანულას ფორმით ვცნობ რა ბატონო როგორ დაიშვენით რავი დიეტის იმედით წავედი მეთქი უნდა ვივარჯიშო სხვაზე წავა რაღაცა თან როგორ წარმოვიდგინე რა 4 კუბიკი რო ჯერ 4 რა 8 ვფიქრობ მაგრამ წავედი 4 ქორწილი და 2 ნაცლობა მომიწია და ერთი რგვალი ერთი რგვალი შემოულებრად დაგიბრუნდით კარგად მომატებული არა ყველას უხდება თორე მე კი არ მინდოდა შეცლოთობდი მე არა აბა რა შე მე ვმუშაობდი ეხლა მიდით და სწორებად მას ორი დღე გამოუჩნდა რაღაც ოღონდ მედიას რა მინდა ქობულეთში მართლა ქობულეთში და მედიას სხვათაშორის მუშაობდი რო თქვა კარგი გოგოა თავისთავად და ამის გარდა უყურს ძალიან ცხოველები ადამიანები პირველი შევრა და ეყოლება გადარჩენილი 14 ძაღლი 28 კატა 14 არა 150-მდე ვითვლით ეს ამზაფხულზე 150-ის მერე უკვე სათვალავია ეს ამზაფხულზე 14 კატა 28 ძაღლი 120 ხვლიკი მაგხარბა 4 ენოტი შეიფარა და ერთი გველკუა რომელიც ახლა ჩანთაში მინებს სად არის მეთქო ეხლა ცოტა ამანე 15-ში გადაღებები გვეწყი 8-ში ჩამოვდიო ორი დღით აგერ ჩავიმე და ჩავო კაი მე ერთად წავიდეთ გადაღებებზე კახეთში რთველია და შელში სხვათა შორის არ ვარ ნამყოფი რაგელი შენ ხوارი მოდი ყველამ ერთად ავიხდინოთ ეს ნატვრა ვინც ვართ ნამყოფი და ერთად წავიდეთ ფრელში არა მე მართლა ძალიან წაგიყვარ არიჩქარო სანამ რატიზე და სოფოზე გადავალთ მე მინდა ვთქვა რომ მე ვიცი რომ მაყურებელი გლოდება და პირველად გაჟღერდეს ჩემი მხრიდან რომ ესე იგი მიხო და მარო 13 სექტემბრიდან გადავიდა კომედი არხზე, ანუ იქვე რუსთავი 2 კომედი არხია, ერთი და იგივე, ერთი ჰოლდინგია. გადავიდა კომედი არხზე და ყოველ შაბათ კვირას საღამოს 8 საათზე იქნება ხოლმე ახალი სერიები, რომელსაც თქვენ ასე ელოდებით და დიდი მადლობა ხელმძღვანელობას ამისთვის. იმასაც აღარ იტყვია რომ რა დაელოდება 10 საათამდე 8 საათზე რა ხო წერდნენ ხოლმე რა არის 10-ზე იქ ერთი ამბავი ახლა აქეთ გავარკვევ სოფოს და რატის მინდა ვკითხო სხვა ვერსია ყوار აქვს რა იგივე ვარა ხო აქეთაც უეჭველი 13-დან ვიწყებ საღამოს 8 საათზე კომედი არხზე ორი ინფორმაციები ყოველ შაბათ-კვირას 8 საათს რა გადაწყვეტილი ამბავია სოფო სად იყავი შენ პირველში მოგესალმებით არ მომეცა ამის საშუალება მანამდე და სხვათა შორის ძალიან დასვენებული სახეები გაქვთ ბიჭებო და რა ხდება კარგად დაისვენენ არა ეს ბაბთები გვიჭერს და საძილეებზე და მშვიდად თავად ძალიან გიხდებათ ეს ახალი იმიჯი აპლოდისმენტები ჭირდება ამ ამბავს წამოდექი ნიკოლოს წამოდექი აგერა არ შეჩერდეს ახლა ესე და აქეთ კლუბში ჩაილაგებ. მაინც კახური გავაკეთებ თუ მაგას მე კიდემ.
მოკლედ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ძალიან საინტერესო პერსონაჟები იქნებიან ჩვენს სერიალში ახალი პერსონაჟები დაემატება ერთი ყველასთვის საყვარელი კიდევ ერთი კუთხე გურულები გურული პერსონაჟი იქნება თუ ვინ იქნება რა თქმა უნდა დაგველოდოთ 13 სექტემბრიდან კომედიარზე საღამოს 8 საათს. მოკლედ ჩახლართული ამბები, ინტრიგები, როგორც ხდება ხოლმე და მთელი ამბები რა. სოფო კახეთში იყო ვიცი? კახეთში ვიყავი. მოკლედ ამ სერიალის მერე მარტო კახეთში. ვეღაცად ვეღარ მიდის. ფოტოშორის კახელი ხო ხარ რაღაც ნაწილი? კი, წარმოშობით რაღაც ნაწილი კი, კახური მაქვს. თან მე რომ მიყვარს იმ კახეთიდან. შენ განსაკუთრებით მიყვარს. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორო, მოდი აღარ ვიტყვი, იმიტომ ხალხმა ისედაც იცის უკვე და ძალიან ვისიამოვნე სხვათა შორის კახეთით და განსაკუთრებით თელავით ამჯერად. ძალიან კარგად დავისვენე. ხო ცნობდნენ სერიალზე ხო საუბრობდნენ. კი, ხო და ის ხალხი ვინც ელოდება. 4 ნისიაზე ის რა იქნება? ესე იგი არა მხოლოდ კახეთი, მთელი საქართველო ელოდება დარწმუნებული. ხო და უთხრათ კიდევ ერთხელ 13 სექტემბერს კომედია აქვს საღამოს 8 საათზე დაიწყება მიხოდა მაროს ახალი სეზონი. ხო ეს? ახალი სეზონი. ყოველ შაბათ კვირას. მოკლედ კახეთთან დაკავშირებით რატი? აბა რაღაცა კარგი ისტორია გაქვს შენი ერთი. კახეთთან დაკავშირებით ერთი მართლა კარგი ისტორია მაქვს, ხო ძალიან ადრე მოხდა 73 წელია და ნაძვისკები მაქვს ისევ 90-იანი წლები არის 90-იანი წლები თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდა მოვიდა ერთი ნათესავი 17-18 წლისა 17-18 წლის ისე ხო და მოვიდა ნათესავი და მთხოვა რომ კახეთში ვარო ერთად ოჯახში დაპატიჟებულიო და წამოდიო ჩემთან ერთად წავიდეთო რა ერთადო რა და ახლა გამიხარდა იმიტომ რომ კახეთში არ ვიყავი მანამდე ნამყოფი ახლა იშვილი ხარ შენ და ძალიან მაინტერესებდა კახეთი და კახელები საერთოდ რა. მე რომ გამიცანის თავისწლება ხო არ წაგიხდი. ხო და მოკლედ ჩავედით კახეთში და აი მართლა გაოცებული დავრჩი კახელი ხალხის სტუმართ მოყვარეობით რა ეს გახსნილი ღია გული, ალალი ადამიანები აი ყველა რო ცდილოსო როგორ ქცეს პატივი და ჩაგიხუტოს გულში და მოკლედ ისე მოხდა რომ ერთ დღეს უნავ ჩავსულიყავით ოჯახში და მეორე დღეს უნდა წამოსულიყავით მაგრამ ისე მოხდა რომ აღარ გამოგვიშვეს და ერთ-ერთმა პიროვნებამ თქვა რომ ხვალ ჩემთან უნდა იყოს უყველა რა და მოხდა ისე რომ აღარ წამოვედით თბილისში და წავედით იმკაცთან ოჯახში მაგარი პურიჭამა მიდის რა წადი ხაშლამა დედასპურები და ხალხი და სიმღერა ფოლკლორი ყველაფერი და თამადამ თქვა ღვინის და პურის სადღერძელო რა ვიცია ღვინის და პურის სადღერძელო და ყველამ ჩამოთვალახეს სადღერძელოები განავრცეს როგორც ალავერდობით ხო ალავერდობით და რომ მოვიდა ჩემთან მე ახალი სამსახიობოის რაღაცა დაწყებული და მინდა რომ რაღაცა კარგად თქვა და გამოთქმით თქვი პურის და ღვინის მადლი და სადღერძელო და უცბად არის პაუზა და ტაშ მიყავს ხალხი რა და უკვე გამიხარდა რომ რაღაცა კარგად გავამივიდა. ჯო მასპინძელი დავინახე რომ ჩემსკენ მოდის და სიმართლე გითხრა ესეთი კახელი კაცი მე მარტო მყავს ნანახი გენიალური ფილმი არის ჯარისკაცის მამა. აი ულვაშები, ესეა დიდი ულვაშები. და წამოვიდა და უკვე კარგ ბახუში. გონია რომ არ ჩამამკრას. ეს წარბები რაღაცა ესე აქვს, არეული აქვს და წამოვიდა ჩემსკენ და შენო კარგი კაცი ჩანხარო. ჩუბად გეუბნება? მათ მეუნება, ხო და მე ვთქვი დიდი მადლობა მორიდებულად. შენ ჩემი პლანები უნდა განახო ახლა. აი მე თქვი რა გქნა არ მინდა პლანი შეგიჭირიმე როგორ გეკადრება რისი პლანი არა გეკა როგორ გეკა ეხლა თამადა არ დაგვინახოს თან ესე მონაპარაკება უჩევს იმაშება ბრიცავს და ეს ულვაშები ზოგი ჩამოდის ასე მიდის მოდის და უკვე დავიძაბე და თან რა შეება იცი ეტყობა რომ უარი უთხარი განერვიულდა და მაცული დაიწყება ეს ულვაშები ესე ფარხალე რა ეხლა მე ესე განმოიწეჭა ავდგები და გამომყევია და ესე შეება რა ბიჭო რა ქავქნა რა წავედით ეხლა და თან როგორ მივდივართ იცი არ გინდა რომ თამადამ დაგვინახოსო ვიპარები არ მინდა წასვლა მაგრამ ოჯახის უფროსი არის და რა გავაკეთო თან ეს წარბები და ეს ულვაშები არეული აქვს მე ვთქვი დაძაბულობა იწყება და
ესე მივიპარებით რაღაც მომენტში გავჩერდი რომ მეთქი რა სად მიდიხარ ხა რომ მიდიხარ და შემოbrunda და მოგეთ გავედით გარეთ და უკვე როგორი პანიკა მაქვს ვფიქრობ გულში რომ ეს არის ბარიგა არის მოგზავნილი და აქ ამ მოგზავნილობაში ვფიქრობ რომ წავალ დამხდება პოლიცია გამაჩერდა უკვე როგორ ვარ იცი აი ძალიან ცუდად ვარ და დავინახე რომ ეს ღობი არის ხის ღობე და დიდი ხის კარები აქვს რა და მეუნები რომ არ მინდა შენი ჭირი არ მინდა შეგენაც არა მოსული ვარ ბარები არა და ახლა რას მეუნება ყურე თუ ჩამოსვა დაგეზარებაო მარშრუტკას გამოვატნევ და ჩვენი მარშრუტკა ჩამოდისო ისანში პოლიცია ვარ პოლიციის გვერდზე აი უკვე გაფუსტა როგორ გაფუსტი იცი ესე თვალები მაქვს დახუჭული და ფიქრობ დამადეს ბოლომდე მოვიდა კოლხოზნიკის პოლიცია წამიყვანეს პოლიციაში შემიყვანეს და ვარ უკვე ციხეში რა იმიტომ რომ პირდაპირ მეუნება კაცი პოლიციასთან გავარები და ხარზე მიტყოს ეს შეხედე ბიჭო ვაზს უყურებ ესეთი არ მინახავს ცხოვრებაში აი მტევნები ვასო აი ისეთი მაგარი ვენახი ქონდა კაც აი მართლა გავგიშტი რა და გაოცებული ვარ ბიჭო ველოდები სხვა რეგიონდა დავხდა ვაზი ხოდა მე ახლა აღმოსავლეთში არ ვიყავი ასე თქვა ტერმინოლოგია არ ქონდა აღმოსავლეთის რა შესწავლილი და რაჭაში და დასავლეთში ვენახის მწყერებს ეძახიან და კახეთში თურმე ეძახიან პლანს და კაცი ვენახს მეპატიჟება და მე პლანის მეგონა რა გავთავდი კაცი მე თვითონ ყველანი რატი ჩემი ისტორიები სერიალის მერე უფრო მომრავლდა სხვათა შორის ხალათს რაც შეეხება სხვათა შორის ძალიან დიდი განხილვები მიდის ხოლმე ჩემს ხალათზე და წინდებზე ეს ბაბთიანი წინდები რომაც ვია რაღაცნაირი გიპიურიანი და სულ კომენტარებს რო ვკითხულობ ეს ხალათი და ეს ხალათი და ეს ხალათი და ეხა მინდა ხალხს უთხრა რომ ეს ხალათი არის რაღაცნაირი რელიკვია იმიტომ რომ მოგიხსენებათ რომ იმდენად ძველებური ხალათია რომ ეხლა აღარ იშოვება ესეთი რა ქვია მაგ ბატერიას ბამბაზის ხალათი რომელსაც სხვათა შორის არც ფერი გასვლია არც აი რომ ეცხავდა ფერი გადადის ხო იცი არა მე კიდე და აბა წარმოიდგინე მე კიდე მაგ ეგ ხალათი ჩემი მპერანი ხალათი მაგ და კაცი ჩამიაჩუსთან როდესაც მიმიწვიეს ამ სერიალში და მითხრეს რომ გჭირდება რაღაცა ესეთი პერსონაჟი და ასეთი აღკაზმულობა ჩაცმულობის მხრივ საჭირო ვიფიქრე ხა სად ვიშოვო ასეთი ტიპის ხალათი იმიტომ რომ მართლა არ იშოვება და გამახსენდა რომ ნათესავები მყავს კახეთში რა და ეგრევე ავიღე ტელეფონი და ვრეკავ რომ აი ხომ ვერ მიშოვით ბამბაზიის ხალათს და იქიდან ახლა ჩემგან არ მოელიან ესეთ რაღაც ბამბაზიის ხალათი სოფოს რაში ჭირდება და კარგი კალოშებისთვის მეთქი და სოფელში ხوار გადმოდიხარ საცხოვრებლად თუ რაღაცა და იქაც კი აღარაცვიოთ დღეს ასეთი ხალათები და ცოტა გაოცდნენ მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ჩემი ახლობლის რაღაცა შინაურობაში ხონია ეს ხალათი საგულდაგულოდ დაკეცილი ოღონდ რატო ინახავდა მაგრამ აი აღმოჩნდა რომ თურმე ამისთვის ინახავდა და ეგრევე გამომიგზავნეს რასაკვირველია და რომ მოვიტანე და ვაჩვენე სცენარისტებს და იმდენად მართალი აღმოჩნდა იმდენად ესეთი ახლა ცოტა კი გამჩნდა გურჯაანის რაიონიდან არა მეთქი კაია მართალია გურჯაანის რაიონიდან იყო მაგრამ გამოგვადგა ხომ გამოგვადგა მოკროები ხარ შენ რა შვები მითხრა იმის გარდა რომ ლოთო ლოთო მამა შენი ახალი ამბავი ხო არა გაქვს რამე და მე მე ძმაკაცი ავთო მაგას რამდენად შეეხლა ამაზე შეიძლება აკონო ავთო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხპირდება თქვენი ვაჟი ვერა და ვერ მოაბა თავი და აი პირდაპირ თქვენ გაბარებთ ჩვენ სტუმრობას იმიტომ რომ რა გოჭი ჩაკიდა ამისთან როგორ შეიძლება დავღალა გოჭიო ხათამზე მაგ ისტორია გორი არის 200 კილოზე ასული მოკლედ დამსვენებლები ყავს სურამში ახლა ჩვენ ვაქირავებდით და ვაქირავებთ ხოლმე სახლს და ნახე როგორ ტექნიკურად რეკლამა გააკეთა აბა ხო სხვადასხვა არა რეკლამა გამიკეთები აი გეცოდინება დღეს საუკრანგას 48 არის რა ხოდა როგორი დამსვენებელი ყავს აი ცხოველები
ჩვენი რეჟისორის სამყოფი ყოფილა. კი. თეთრი შენთან და არ გამოართვა, ფული თავი არ მარჭა. მეორეთ რო ჩაბა. არა, შანსი არ არის და ეს. არა და გამოგართმევს. ხო და ეს გოგო არის როგორი ისე გოგო, იცი? აი ძოხა იკბინება. არა, ირქინება, იკბინება. და ყველაფერი რო უკვირს და თქვენი სახლის თავზე ირმები დავინახე რა, ცხოვრებაში არ მინახავ. თხები ყოლია ვიღაცას გამოუშვა იქ და ირმები და ამ გოგომ და ყველაფერი ეცოდება და ამ გოგომ დაინახა რომ მამა ჩემი საგზაოში მუშაობდა და დიდი სმალა რაღაცა გუდრონი მოიტარა ტაშში და დაადო რა შეჭიდებოდა არ ვიცი და ქათამი ჩახტაში იგივით პატარა რა ვარია რაღაცა და ჩახტა და ჩაერჭო ფეხებით ვეღარ ამოდის რა და ვაიმე უშველე და აკივლდა ეს კაცი და თან ვერც უყურებს და მამა ჩემო მე გავიყვანო კაცო და გამოიყვანა ეს ფეხები გაუწმინდა და გაუშვა ეს ქათამი და ამ ქალს საღამოს გაახსენდა რომ ტაშში იყო ის ქათამი აუ რა უნდა გკითხოთ ბატონო თო იცი იმ ქათამს რა უქენით არაფერი უკაცო ვერ ამოვიყვანე ვენახი სასხლავი მაგრამ მივაჭერი ფეხები და გაუშვი ჯერ ხო ცუდად იყო სამი დღე ვერ მოვაბრუნეთ ეს კაცი ეგონა რომ უფეხებო გადავით არ მოდა შევაჭერი ვენახი სასხლავი მაგრამ და გაუშვი მაგით რადისაზე ბოგოი კარგი ჩემო ძირფასებო გადასარევი იყო მომნატრები ხართ მინდა ჩვენ ძალიან და სანამ ჩვენ გააცემას დავამთავრებ ჩვენი სიმღერით სადაც მივიღებს მონაწილეობას ჩვენი ნიკოლოზიც მე მინდა რომ მადლობა გითხრათ ჩვენთან ერთად რომ იყავით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ სხვა გზა არ არის კი ბატონო მოკლედ მოვბრძანდით ჩემთან პატა და ნიკა რუსთავი ორზე რა თქმა უნდა ყოველ ხუთშაბათს 10-ზე გელოდებათ დღეს ახალი სეზონის პირველი გადაცემა გაყდათ ჩვენ ყოველ ხუთშაბათს შევხვდებით რა თქმა უნდა რუსთავი 2-ზე რაც შეეხება სხვა დანარჩენს მიხოს და მაროს ამას სიმღერით მოგახსენებთ